სხვადასხვა მრწამსის, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულების ადამიანები ომის განახლებისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე პირველად გამოჩნდა პლაკატები „მე ვარ ოსი, მე ვარ აფხაზი და მე ვარ რუსი“. ისევე როგორც 60-იანი წლების ამერიკაში ქართველი პაციფისტებიც პროტესტს ლექსებითა და როკ მუსიკით გამოხატავდნენ. ყოფილიყო ეს, ხო, ეს შეიძლება მიკროფონი კი არა, ბენზინის გადამისხა და დამეწვა. ქრონიკამ მხოლოდ მისი ეროვნება შემოგვინახა რუსი, ის სოხუმში მთიელებს შემოუძღვა. მათ 35 ქართველს უსასტიკესი კოლუმბიური ჰალსტუკი გაუკეთეს. საველე სასამართლომ დახვრეტა დანაშაულის აღიარების შემდეგ მიუსაჯა. Ты себя считаешь виновным? Считаю виновным, да. Считаю себя виновным. Значит, всего сколько человек ты перевел? 96 человек. 96 Да. человек. Ну, 96 пуль, по-моему, для тебя достаточно сегодня. Я так думаю. Спасибо. ის ომში ქართველების სახელმწიფო მინისტრი იყო. ლამაზე იყო სამყარო სიკვდილისას. ეს რთული საკითხია, იმიტომ რომ ერთ მხრივ ეს ადამიანები სამშობლოს იცავენ და სულიერად ზნეობრივად აბსოლუტურად გამართლებულია მათი საქციელი, იმიტომ რომ თავსად წირავენ იმ წუთში. მეორე მხრივ ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდა ადამიანები სწავლობენ ადამიანის კლასს. ეს უხარიათ წარმატებად მიაჩნიათ. ერთ საათში დახვრიტავენ, მანამდე საკუთარი საფლავის საკუთარი ხელით უნდა გათხაროს. ის ყველა ომში იყო. მისი ეშინოდათ, პატივსცემდნენ, ეზიზღებოდათ. ერთი თბილისელი ბიჭი, მხედრიონელი ბოევიკი, ომის ნამდვილი შვილი მკვლელი გახდა. ჩვენ მაინც თეთრ ქალაქში, ვარდების ქალაქში გაზრდილი ბიჭები ვიყავით და საერთოდ საქართველოს ყავდა ყოველთვის და აი ეგეთი სისასტიკეებთან და ეგეთი იმასთან შეხების წერტილი არ აქვს. მე როგორც ვიცი, ერთადერთი ვისაც რუსის არმია ჰქონდა გამოვლილი, ავღანეთში იყო ნაომარი, მეტი მაგის სიკეთკენ ჩვენი გამოცდილება აი აღარანაირად აღარ მიდიოდა რა. Далеко не кидайте. ჯერ ისევ თხრის, კიდევ 9 საათი დარჩა. დავისუფლეთ საქართველოს. გაგემარჯვეთ, გაგაცნობ. პირველი მსხვერპლი კარგად ახსოვს, შემდეგ უკვე აზარტი იყო. ძალიან დიდი ტრავმა მივიღე, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლის გამოვასალმე და ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო რა, მაგრამ ალბათ ომის სახეც ეგ არის. მე ეს ნელ-ნელა გადადის აზარტში. აი ეს აზარტი საბოლოო ანგარიში გადადის რაღაცა კოშმარულ სისასტიკეში რა და რაღაც შეჯიბრობითობაც კი არსებობდა რა, ვის უფრო მეტი კაცი ყავს მოკლული და ვის უფრო მეტი ყავს და აი ეს შტიკნოჟით მოვკალი და ეს ინით მოვკალი და ეს ავაფეთქე და ამას პირში ლიმონკა ჩაუდე და ნო ეგეთი ლაპარაკები. სახეზე თითქოს არაფერი ეთყობა, თუმცა კითხვებიდან ჩანს, რომ ბიჭებში სადიზმი სულ უფრო იღვიძებს. გამოდი თავი დაალები, აკეთე. О чем ты думаешь? А? Что ты скажешь? Что ты скажешь? А? Ну, твое последнее желание, что? Ты прости. რაც შეეხება სისასტიკეს, არც აფხაზური მხარე, არც ქართული მხარე ერთმანეთს არ აკლებდნენ რა. ომი თვითონ რუსულად ბესპრედია აი ეგ არის რა. მაგ ნანახი მავთულ ხვარტებით შებოჭილი აფხაზი, რომელსაც სალერკა გადაასხეს ცოცხლად და დაწვეს. იყო სიტუაციები, როცა მარადიორები მტრებს არ ცვალდნენ. ესეც საშინელება, როცა აი რაღაცა უფორმო სისხლიან მასას მოუნახავ, თალყბას გაუღებ პირს, კრიჭე შეკრუს უკვე და თან უკვე აფხაზეთში საფხულში მით უმეტეს
ერთი საათის უკვე ისეთ საშინელი სუნით ყარს, რომ ვერ მიეგარე და ოქროს კბილებზე ნადირობდნენ და რაღაც ეგეთი ადამიანებიც იყვნენ. ამბობენ, რომ ომს რაღაც დაუწერელი კანონები აქვს რა. მე რაც ვნახე, ის არანაირი დაუწერელი და დაწერილი კანონების ფარგლებში არ იჭდება რა. ეს მიცვალებულებზე, დახოცილებზე პრეზერვატივების ცხვირპირზე ჩამოცმა, ეს ყურების დაჭრა. მე ვიცნობდი ბიჭებს, ქართველებს, რომლებიც დადიოდნენ ყურები ეკიდათ ესე წირება, გათხოვილი. მოდიოთ რა. როცა ვეწევიო, მაშინ არ მიყვარსო, მუშაობაო. პატარა პერიკი გამოდი. როგორც ფილმებში ბოლო თხოვნა სიგარეტია. 10 წუთით და ყველაფერი დამთება. სურათები მაქვს, აფხაზეთში წავედი, არც ერთი თეთრი თმა არ მქონდა, ჩამოვედი თეთრი იქიდან. ომის სუნი და გემო დღემდე გამოყვა, ამიტომ ომის ყოფილ მინისტრს ომი აღარ უნდა. დღეს ძირითადად ეს მოწოდება ისმის ამ ადამიანებისგან, ვისაც კომპიუტერის და ტელევიზორის და ვიდეოს გარდა ომი არ უნახიათ. იმათმა არ იციან, რა სუნი აქვს ამ ომს, რა გემო აქვს ამ ომს, რა სიმწარე მოაქვს ამ ომს. და რაც თავარია, შედეგი არ არის. ნებისმიერი ომი თავდება მოლაპარაკებით და ზავით. ნუ დავიწყებთ. მოლაპარაკებიდან და ზავიდან დავიწყებთ. ეხლა ერთი წუთი. ომის დროს მაგაზე არ ფიქრობ. ომის დროს ფიქრობ, რა შეიძლება მეტი ადამიანი დახოცო. ეგეთი ადამიანი ომში არ არის, რომელიც ისვრის და მე ნანობს რატო ვისროლო. ომში ეგეთი რაღაც არ მოსულა. ეს მე როცა მთავრდება, როცა უკვე შენ გავლილ გზას აანალიზებ, შენ საქციელს აანალიზებ, აანალიზებ შენ საკუთარ თავს, რა გახდი, რა იყავი და რანაირი გახდი ამ ომის შემდეგ, რა მოხდა შენ ცხოვრებაში, ხო? მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ეს საშინელება რა და ეს არ უნდა მომხდარიყო. ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა დაგვიფაროს და ის კაცი ჩემი პირველი მტერი იქნება, ვისაც ომი უნდა რა. შეიძლება ხა ვერაფერი ვერ დავაკლო, მაგრამ ნუ გულში არ მეყვარება რა ის ადამიანი რა. აღარ გვინდა ომი. მათ შეასრულეს ბრძანება შეეწირა ისიც. ბრძანებებს, რომლებსაც სადღაც ზევით გასცემენ. ბრძანებებს, რომლებმაც 100,000-ობით ადამიანი შეიწირა. დღეს ის ადამიანი ცოდუა, ხო? ცოდუა, რა თქმა უნდა. ის ბიჭებიც ცოდუა, ხო? შოკირებული ვიყავი ამ დახვრეტის მერე, რომ გადავიღე უკვე ესა, მე 15 წუთი კამერა ჩართული მქონდა. დამავიწყდა გათიშვა კამერის, იმიტომ რომ მე თვითონ გათიშული ვიყავი. პოლიცია პაციფისტების კონცერტი საღამოს 7 საათზე დაშალა. მიზეზი კანცელარიასთან მცხოვრები მოქალაქეების მიმართვა იყო. ისინი პაციფისტების ხმამაღალ მუსიკას შეუწუხებიან. Проснется утром выстрелит зима. С ума нетрудно. С ума. Да-да.